აქ გამარჯობათ ეს რა უნდა შეგითხრათ რა ეხა კომენტარებში წავაწყდი რა ეს მედუქნე ფალავანდიშვილები რო გამოხვალთ ხოლმე და გუშინ რო კონსერვატორები იყავით და დღეს რომ მიწების გაყიდვას რო აპრავებთ ბიჭო დაანებეთ ამ ხალხს გავით კაცო არა ხართ თქვენ ეროვნული ხალხი რა არა ხართ რა ძმაო რა გუში სხვა სიძახით დღეს სხვა სიძახით რა და ვისაც რაღაცა ნორმალური რაღაცა პროტესტი გააჩნია დაანებეთ იმ ხალხს თავი რა და ეკლესიას არავინ არ უტევს რა გაიგეთ ჯიგრებო აქ უბრალოდ საპატრიარქო და პასუხი ჭირდებათ რა ხალხს რა ხო და მოდი თქვენს იმას მიხედეთ მაკლიერობას და რაღაც ნორმალური ხალხი გავერკვევით რა ყველაფერში რაც შეეხება კიდე ეკლესიას არავინ არ უტყობს პასუხია საჭირო ამ პოზიციასთან დაკავშირებით ვინ რას იძახის და რატო არ არის აქამდე ოფიციალური წერილი გაკეთებული საპატრიარქოდან რომ ეს მიწების გაყიდვა არის არ შეიძლება და ქვეყნის ღალატი არის რა პირიქით ჯერ ისინი უნდა გამოდიოდნენ და მერე ჩვენ უნდა გავდიოდეთ ეგრე ქრისტიანულად რო ვიმსჯელოთ თუ არა გვაქვს ლოცვა კურთხევა მით უმეტეს დედა ეკლესიისგან ჩვენ არც ის არაფერი არ უნდა გავაკეთოთ საერთოდ არანაირი აქციები და არაფერი არ უნდა გავაკეთოთ ლოგიკურად მაგრამ ფაქტი არის რომ ყელშია უკვე მომჯდარი აი ეს რაღაცა უაზრო სისულელეები და გაიგზო ხალხი უკვე ინდოელებით და არაბებით და გადაჯამული აქვს თავზე რა უკვე რა და საპატრიარქო ჩუმად არის და მოიტა ხალხი მივიდეთ და ცოტა გვითხრან რა ხდება რა სიტუაცია არის ეგება იმათაც რამე ინტერესები აქვს წილები აქვს და გაგვაგებინეთ საბოლოო ჯამში და მედუქნებმა კიდე დაანებეთ თავი ზედმეტ ლაპარაკს